ესე იგი მოკლედ მეგობრებო, ჩამომივიდა ტემუს ნივთები. ჯერჯერობით ასე გამოიყურება. ხო და მოკლედ მეგობრებო, ჯერჯერობით ხლა მივდივარ ქუთაისში და რამოდენიმე საათში დაგიბრუნებით სახლში, სადაც გავხსნით და განვიხილავთ ახალი ტემუს ნივთებს. 2000 years later. ესე იგი მოკლედ მეგობრებო, დავბრუნდი სახლში. მოგესალმებით ყველას, მე ვარ სერგიო ტოპ-ჯიჯი, დღეს ჩვენ გადავიღებთ ტემუს ნივთების unboxing-ს. როგორც გითხარით დაწყებაში, ესე იგი თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ და ესე ჩამსხურიეთ მეგობრებო გამოწერის ხილა კი მალე ავიდეთ 2000 გამომწერზე. ასევე ეს ვიდეო ავიყვანოთ მეგობრებო 50 ლაიქზე. ხო და ესე იგი ბევრ საყარს ვილაპარაკებ და დავიწყოთ და გავხსნათ ჩვენი ამანათი. ურა, წავიდა მეგობრებო. გავხიოთ ჩვენი ამანათები და ვნახოთ შიგნით რეებიდებს. აი ძალიან მიკრინჯა ხომ აპატიეთ. ასევე ცოტა ვიმაინე გზაში რაღაცები ამოვიღე უცებ ესე იგი ასევე ამოვიღეთ ან ეს ვის მაუსპადი მეგობრებო, ახლა განახებთ პირველ ნივთს რომელიც არის კაროჩე ვისაც გაინტერესებთ ვი არის ჩემი ფავორიტი Fortnite-ის სკინი და ეს არის მეგობრებო ძალიან დიდი მაუსპადი, ახლა განახებთ კარგად. ნახეთ რა გრძელია ძმა, ხადაობთ. ნახეთ უბრალოდ ძალიან დიდი არის, ძალიან გრძელი არის. ასევე თორცები მეორეც გამოვიწერე, ოღონდ ცოტა პატარა ასეთი ახლა მოვძებნი. ამასობაში მოდი ასევე მე ამას დავდებ მე ახლა მაგიდაზე რომ განახოთ როგორი არის. მოდი ამ არტებს ავიღებ უცებ. ვაიმე, აი ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. უბრალოდ აი სასწაული ლამაზია მეგობრებო. როგორც გითხარით ვი Fortnite კრიპაკი ვი არის ჩემი ფავორიტი Fortnite სკინი თლიან თამაში. მატერიალი რომ დაინახონ იქედა. უი ხო, ისე. აგერ მეგობრებო, დავდე უკვე ეს ჩვენი მაუსპადი, ასე იგი ცუდად ჩანს კამერაში მართალია, მაგრამ არა უშავს. ჩემი აზრით ძალიან კარგი მაუსპადია, უბრალოდ ძალიან ზედმეტად დიდი გამოვიწერე, კარგად გამოგადგებათ მეგობრებო. კომპიუტერის გამოყენებისთვის, ასევე თამაშებისთვისაც, ხო, მაგრამ სამწუხაროდ როგორც მე ვიცი, ეს მაუსპადი ახლა რომელიც მე განახეთ ვიდეოში აღარ არის გაყიდვაში სამწუხაროდ. ყოველ შემთხვევაში მე რო გადავდივარ ლინკზე აღარ მიჩვენებს ამ მაუსპადს, რომელზეც ვიახატია მეგობრებო. და მოდი ხა გავაგრძელოთ unboxing-ი, რას ველოდებით აბას სხვას. გავხილოთ მეგობრებო ეს პარტი და აგერ არის პატარა ვერსია, წერან გითხარით. კარგად განახებთ, კაროჩე, არ მკითხოთ რატო ვიყიდე 2 ცალი ვის მაუსპადი. არ მკითხოთ 2 ცალი რატო ვიყიდე. კაროჩე, მოდი ხა ეს მაუსპადიც გავხსნათ მეგობრებო. ვიც ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი, გაიგეთ უკვე მე მგონი ყველამ ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი. ეს კაი დიდია მეგობრებო, ისე მოდი კარგად განახებთ. აი ეს მაუსპადიც კაი დიდია მეგობრებო, ვიცი, მაგრამ იმასთან შედარებით უფრო პატარა არის მაინც. და ეს მეგობრებო ჩვენი 2 Fortnite Crew-ს ვის მაუსპადები, ერთ-ერთი დიდი ზომა და მეორე ძალიან დიდი ზომა. ვიცი ცოტა ცუდად ჩანს ეკრანზე, მაგრამ არა უშავს. შემდეგი ესე იგი ახლა განახებთ ამ რაღაცას, ესე იგი პირველ რიგში ამოვიღო. ესე იგი მოკლედ მეგობრებო, ეს არის გეომეტრი დაშის ბალიშის პირი მეგობრებო, კუბიკის ბალიშის პირი. სასწაულია რა. აი სასწაულია ბრატ არა. აი დამეთანხმებით რომ ძალიან მაგარია, ხო? ესე იგი მოკლედ მეგობრებო, შემდეგს განახებთ ამ ფეხსაცმელებს, რომელიც დედაჩემმა გამოიწერა. ხო, მოკლედ სამ გადავალთ ფეხსაცმელზე მეგობრებო, ესე გამოიყურება გეომეტრი დაშის ბალიშის პირი, სამწუხაროდ სწორი ზომის ბალიში არ გვაქვს რომ განახოთ კარგად. მაგრამ არა უშავს მეგობრებო, ესე იგი შემდეგს განახებთ ამ რაღაცა რეზინის ფეხსაცმელებს, ვაფშე რატო გამოიწერე ეს საერთოდ რა არის მეწებება ხელებზე. მოდი ამოვიღებ ამ ცელოფნებს და რას ვიზამავ თქვენი აზრით ამ ცელოფნით, გადავაგდებ? გავხედქავ, მოიმზადეთ. ძალიან დიდი ბოდიში ხალხო. და მოდი ხა ამას მოდი გავიზომავ ფეხზე, გეტყვით როგორი არის, თუ მომერგო ვაფშე ეგეც არ ვიცი. შენთვის არ არის, ჩემია. შენთვის გამოიწერე? უი. ხო, არც მერგება ეს ფეხზე საერთოდ.
და ესეც დედაჩემის მეორე ფეხსაცმელი რომელსაც არ გავხსნი იმის გამო რომ ვიცი რატომაც არ ჩამეტყვა ფეხზე მე რა თქმა უნდა რომ ჩავიწვა ანდა კარგი ჯანდაბას მოდი აგერ გავხსნი და აი ესე გამოიყურება მეგობრებო დედაჩემის ახალი ფეხსაცმელი ჩემი აზრით ძალიან ამაზია და ძალიან მოუხდება დედაჩემს ეს ფეხსაცმელი და მოკლედ ახლა დავბრუნდები ჩემ ნივთებზე სულ დედაჩემის ნივთებს არ განახებთ შემდეგი ეს გამოვიწერე გეომეტრიაში საფულე, რატო მიყვარს ეს გეომეტრიაში ასე ძალიან არ მკითხოთ. ხო და ეხლა გავხსნათ მეგობრებო ეს საფულე და განახებთ შიგნით როგორი არის, აგერ კარგად განახებთ ახლა მეგობრებო. გარედან ახატია გეომეტრიაში კუბიკი და ლოგო. და ეხლა მოდი გავხსნით, ჩვეულებრივი საფულეა, დიდი არაფერი აქვს, შეგიძლიათ საკრედიტო ბარათები პირადობა ჩაიდოთ, ფული, რამე და ხო ჩვეულებრივი საფულეა რა, უბრალოდ გეომეტრიაში ახატია და კუბიკი ზედ. დიდი არაფერი არაა, მაგრამ რაც ხარი, კარგია ჩემი აზრით, ძალიან მომწონს. შემდეგი ეს რა არის? მოიცა ეს რა არის ძმა? ეს რა გამოიწერე? ვაუ, ხალხო, ტრუსიკები გადაობთ, ბრატ, ტრუსიკები ხალხო. ესე ჩემთვის ხوار გამოიწერე შარვალი. არა, კარგი, ხوار გავიზომავ ბარემ შემთხვევით, რატომაც არ გავიზომავ ხალხო? ეს გამოიყურება მეგობრებო, ესე იგი ეს შარვალი მოკლედ, დედაჩემა მე გამომიწერა, იმედია წესით მომიხდება. ხო და What the hell? ეგა მეგობრებო, თაგიბუნდი ძალიან დიდი ბოდიშით მაპატიეთ ყველას. ჯიბები აქვს ძალიან კარგი ასევე ვიცი, ახლა მე მგონი კარგად არ ჩანს, მაგრამ ჯიბები აქვს ძალიან კარგი, ასევე დაბლა აქვს ჯიბები. აი როგორ განახოთ არ ვიცი მოკლედ. აი იყოს და იყიდე. და შემდეგი მეგობრებო არის ეს გეომეტრიაში სტიკერები, არ მკითხოთ რატო ვიწერ ამდენ გეომეტრიაში რაღაცებს. აი მოკლედ ძალიან კარგად რო დაინახოთ, ვიცი ცოტა ცუდა ჩანს, მაგრამ არა უშავს. ესეც მეგობრებო გეომეტრიაში სტიკერები, ვიცი ხა პატარა სტიკერებია, უფრო დიდი სტიკერები მეგონა მე რატომღაც, მაგრამ რაც არის, ეს არის სირთულეების სტიკერი, აგერ არის easy, insane, hard demoni, extreme demoni და ასე შემდეგ. ეს შემდეგი ის არის კუბიკები და რაღაცეები, ხო კარგად უნდა განახოთ, კი კუბიკების background-ის სტიკერი მეგობრებო. ეს შემდეგი არა, აი სტიკერებია რა გინდა ძმა, ეს არის hard-eris სტიკერი. ესეც რაცა გეომეტრიაში ის background-ის სტიკერი, secret coin-ი, ჯუნიპერის კუბიკი, გეების hard demoni, აუ კაი მაპატიეთ ძალიან. ქრინჯობ ეხავს, გადავედი შემდეგ ნივთზე, გადავედი შემდეგ ნივთზე. ვაუ, ბიჭო რა ცხელა და ბოლო მთავარი ნივთი სტუდიაში, ესეც დედაჩემის რაღაცა ნივთი გამოწერილი, შემთხვევით გამოიწერა სრულიად მეგობრებო, სრულიად შემთხვევით. აი არიცო და რასაკეთებ და შემთხვევით ყიდვას მიეჭრია და აგერ ჩამოიტანეს რაღაცა პოლის ჯოხია თუ რაღაცა არ ვიცი განახებთ მეგობრებო. ეს რა არის ძმა? იარაღია? ეს იარაღია ძმა? ვაფშე ეს რა არის? ეს რა არის? პერსონაჟი ხო არა ეს შემთხვევით? ეს კიდე მეორე იარაღი. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე ჟანგმობას. ეს რა არის? ხო მოუწვი რაც არის მე მგონი. ისა იატაკის საწმენდი არის, პოლის ჯოხი რა ასე ვთქვათ რა მეგობრებო. არა ეხა ის როგორ უნდა დავაყენო ეხა? აი არასწორად ვაყენებ ისე დებილი ვარ, ვაიმე რა უქენი მე მგონი გავჭედე. ვაიმე. A few moments later. აი მეგობრებო დაიკიდეთ ვერა ვაწყო ეს რაღაცა, მე ბიძაჩემს მივცემ და აწყობს ალბათ რაღაცნაირად. ხო და ეხლა სანამ დავასრულებ მეგობრებო ვიდეოს, ეხლა მე შევაფასებ ყველაფერი ნივთები, რაც კი ვიყიდე და დავალაგებ მაგიდაზე.
ესე იგი მეგობრებო, ეხლა შევაფასებ ამ ნივთებს, დავიწყებ პირველ რიგში ამ თეთრი ჭუსტებით, არ გეწყინოს დე, მაგრამ ცოტა წებოიანია, რაღაცნაირი რეზინა არის, რავი, რა ვთქვა, აი 3-დან 10-დან 3 ქულას დავუწერ მეგობრებო ამას. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დებილობაა ეს ჭუსტები, არ გეწყინოთ, მაგრამ დებილობაა. მაგრამ სამაგიეროდ ეს ჭუსტები ძალიან ლამაზია, ჭუსტები კი არა, უკაცრავად ბოტასები ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. ამას დავუწერ 10-დან 9 ქულას ძალიან ლამაზია მეგობრებო ეს ბოტასები და რავი, მე ძალიან მომეწონა პირადად. შემდეგი რაც შევაფასოთ, ტრუსიკები ხალხო. ტრუსიკები არ ვიცი როგორ მომერგება მოკლედ ხო და ეხა ტრუსიკს ხო ვერ გამოვიცვლი ვიდეოში. აი ჯერჯერობით სანამ ამას გავიზომავ, მანამდე შევაფასებ ამ ტრუსიკებს 10-დან 7 ქულას ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ ზომა არ ვიცი როგორ მომერგება მეგობრებო. შემდეგი შევაფასოთ ეს რაღაცა ოლის ჯოხი და რავი, ვერა ვაწყე 10-დან 5 ქულა იმის გამო რომ შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ უბრალოდ ვერა ვაწყე, ვერაფერი ვერ გავუღე იმის გამო რომ უტვინო დებილი ვარ. შემდეგი შევაფასოთ გეომეტრიაში საფულე მეგობრებო, ძალიან ლამაზია, მაგრამ უბრალოდ აი ჩვეულებრივი საფულეა რა. ლამაზი კი არის, მაგრამ ჩვეულებრივი საფულეა უბრალოდ ძმა, მეთქი ხო არაფერი. 10-დან 7 ქულა, აი ეცავა რა. შემდეგი ეს გეომეტრიაში სტიკერები მეგობრებო. ამას დავუწერ 10-დან 10 ქულას იმის გამო რომ რავი, აი სტიკერებია ლამაზია. შემდეგი მეგობრებო ეს გეომეტრიაში ბალიშის პირი ძალიან ლამაზია 10-დან 10 ქულა, ჩემი აზრით ძალიან მომეწონა მეგობრებო ეს ბალიშის პირი უბრალოდ. სამწუხაროდ ბალიში არ მაქვს რო განახოთ კარგად ეს ბალიშის პირი, ანუ სწორი ზომის ბალიში არ მაქვს ახლა სადაც ვარ. და მთავარი მეგობრებო, ვის ორივე მაუსპადს დავუწერ 10-დან 10 ქულას, ყველა ვიცით ვი არის ჩემი ფავორიტი სკინი Fortnite-ში, ასე რომ ეს მაუსპადი არის ძალიან ულამაზესი მეგობრებო, ძალიან ვიждები ამ სკინზე და ასე ამ მაუსპადზე. და რამე ხო არ გამომრჩა შემთხვევით. მე მგონი არა რავი, თუ გამომრჩა დაიკიდეთ ხო და ესე იგი მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს ყოთ, რომ გეწონათ ეს ვიდეო აუცილებლად გლიჯეთ გამოწერის ხილაკს, ასევე ეს ვიდეო დაალაიქეთ, გააქტიურეთ არის ხილაკი რომ არ გამოტყოთ. შემდეგი მომავალი სტრიმები, ვიდეოები, შორტები, ყველანაირი დებილობა, უაზრობა კონტენტი. შარვალი. 10-დან 10 რა, გინა, კაი შარვალია ძალიან, აგერ მაცულია ფეხზე. ძალიან ლამაზი შარვალია და გავედი სვა მოკლედ. ხო გითხარი რაღაცა მავიწყდება მეთქი სკლეროზი მჭირს, სკლეროზი.